თბილისში დღეს სოფიკო ჭიაურელი გაიხსენეს. ქართველი მსახიობის 75 წლის იუბილე გამოფენით აღინიშნა. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ფოტოები გამოიფინა, რომლებიც სოფიკო ჭიაურელის მოღვაწეობას ასახავს. მათ შორის არის კინოსურათები მსახიობის მონაწილეობით, არქივი ინახავს მსახიობის პორტრეტებს, თეატრალურ როლებს და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოებს. არქივის საზოგადოება შესანიშნავად მიფიქრებს ის სურათები, რომელიც არასოდეს არ იდახავს. და მადლობა უთხრა ორგანიზატორებს, საქართველოს ეროვნულ არქივს, ესეთი მშვენიერი გამოფენა უძღვნა სოფიკოს. სოფიკო წელს 75 წელს გახდებოდა მის საიუბილეო წელია და მათი ინიციატივით იყო ძალიან კაი ფოტოები არჩეული ძველი კინოფილმებიდან, რომელიც ინახება აქ არქივში. სოფიკო ჭიაურელის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა არქივმა გადაწყვიტა მოეწყო ეს გამოფენა, რათა კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა ქალბატონი სოფიკოს შემოქმედება და ის მიერ შექმნილი დაუვიწყარი როლები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სახეები, რომელიც მან შექმნა როგორც კინოში, ასევე თეატრში, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენეს.